მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რაბათის ციხის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და მომხდარის დეტალების გარკვევას ვცდილობდით, თუმცა ციხის ფასიან ტერიტორიაზე ბილეთის გარეშე არ შეგვიშვეს. ბილეთი შევიძინეთ, თუმცა მაინც არ შეგვიშვეს. ცოტა ხანში კი ციხის ადმინისტრაციამ ზემო ნაწილი ყველასთვის გადაკეტა. მანამდე კი ტურისტებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში შეეძლოთ. გარდაცვლილი მამაკაცი პროზექტურაში გადაიყვანეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ახალციხის ბიუროს ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით ციხის დირექტორს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ზაზა თამარაშვილი ციხის ტერიტორიაზე არ დაგხვდა. ჩვენმა თანამშრომლმა მითხრა, რომ იყიდეთ ბილეთი და შეგიშვებთო. ვიყიდე ბილეთი და ეხლა მეუბნებით, რომ არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება რა გითხრეს? თუმცა ჩემს გარდა ვიღაცები იყვნენ, რომლებიც ჩამოვიდნენ. ან როგორც ჟურნალისტი თუ არ მიშვებთ, მაშინ როგორც ტურისტი ისე შემიშვით. ახალციხეში ნომერ მე-5 საჯარო სკოლასთან არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი მიმდებარედ არსებულ მაღაზიას. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვეუბნებიან, ბავშვს ფეხის არტერია ჰქონდა დაზიანებული და თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორ არის არასრულწლოვანის მდგომარეობა, ჩვენი რედაქცია არასრულწლოვანის მდგომარეობის გარკვევას ვცდილობს. შსს მომხდარს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ფოთის კოლეჯ ფაზისში მზის პანელების დამონტაჟების სასწავლო პროგრამის დანერგვა იგეგმება, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განახლებადი ენერგიის სფეროში პრაქტიკული, თანამედროვე და რეალურად მოთხოვნადი პროფესია შეისწავლონ. ორგანიზაციის თქმით, კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ანუ მონაწილეები ადგილზე პრაქტიკულ გარემოში შეისწავლიან, როგორ მონტაჟდება პანელები, სისტემების გამორთვა, ტექნიკური მომსახურეობა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა. ვინ შეძლებს სწავლას? მზის პანელების მონტაჟის სწავლება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მე-9 კლასიდან ზემოთ. ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ 15 მოსწავლიანი ჯგუფის დაკომპლექტება იგეგმება და სწავლება უფასოა. ორგანიზაციამ კოლეჯში უკვე მოაწყო ლაბორატორია, სადაც განთავსებულია მზის პანელები და აღჭურვილია სწავლის ყველა საჭირო ინვენტარი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.